ამბები მუსლიმი თემის პრეტენზიები და პეტიცია 12,000 ადამიანის ხელმოწერით. ხელისუფლებამ კეთილინება გამოიჩინოს და ქალაქის სხვა ნაწილში გამოგვიყოს ტერიტორია მეჩეთის ასაშენებლად, ამბობს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი მრევლი. მათი შეფასებით, მუფთი ახალი სამლოცველო საჭიროებას ხედავს, თუმცა მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდის. 12,000 ხელმოწერა დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყებას ითხოვს, სივრცის პრობლემას უკავშირდება. მდგომარეობა განსაკუთრებით პარასკევისა და სადღესასწაულო ლოცვების დროს მწვავდება, როცა უადგილობის გამო მორწმუნეების თქმით ლოცვა მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში გამოტანილ ხალიჩებზე უწევთ. სამართლებრივი ფორმა, მათ შორის ნებისმიერი სახის მიმართვა, ნებისმიერი ორგანიზაციის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების. ასევე შესაბამისი საპროტესტო ქმედებები, რომელიც არსებულ თემას მოაგვარებს, ნებისმიერ გზას ჩვენ მივმართავთ, რომელიც ამ თემისთვის იქნება მნიშვნელოვანი. გამოიჩინოს კეთილინება ხელისუფლებამ და გამოგვიყოს შესაბამისი ტერიტორია იმისათვის, რომ აშენდეს მეჩეთი და მოხდეს ტერიტორიულად გადატვირთული ისტორიული მეჩეთის განტვირთვა. მუსლიმ თემს პრეტენზიები სრულიად საქართველოს მუფთის მიმართაც აქვთ. მათთვის ბეგლარ ქამაშიძის გადაწყვეტილება მეჩეთის ნაცვლად რეზიდენციის შეძენის შესახებ მიუღებელია. თემი ასევე ითხოვს აღნიშნულ პეტიციას ხელი საქართველოს მუფთმაც მოაწეროს. მთავრობისგან 4 მილიონი თანხა დაიხარჯა. მილიონი თანხა ეყოფოდა ჯამის მშენებლობას. მილიონი თანხა. იქ სამუფროს დაждდებოდა, განიტვირთებოდა. ჩვენ აგერ ქუჩაში ვლოცულობთ. ხელს რომ არ აჭერს თავისუფლად და პირისპირებული ვარ, ხაბარ არ არის. გქონდა სკანდალი, მაგრამ ჩვენთან ხარ თუ არა უთხარი. თავი შეიკავა, მე კი ხელი აწია ჩვენთან არის. ზეწოლაშია. არა. ზეწოლაშია. ვისგან არის ზეწოლაში? თავრობისგან. ყოველგვარ დაპირისპირებას მრევლსა და სამუფროს შორის უარყოფს თავად ბეგლარ ქამაშიძე. მუფთი პირობას დებს, რომ მრევლის მოთხოვნის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს რეგიონის პირველ პირებთან, რის შემდეგაც საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი აქვს. მუფთს და მრევლს არასდროს დაპირისპირება არ აქვს უბრალოდ. იქნება ზოგიერთი პიროვნება, ალბათ ისიც სხვანაირად გაიგებს მუფთის მუშაობას და ალბათ გული ეგნება ნატკენი. ჩვენ მუშაობთ იმაზეც, რომ მრევლის მოთხოვნა, რაც რომ არის და დღეს რაც დააფიქსირეს მრევლმა 12,000, მე ასე ვიცი 12,000 ხელმოწერა არისო, რა თქმა უნდა, ღმერთით ჩვენს ხელისუფლება ითვალისწინებს ყველა ამ დეტალს. ჩვენ ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ დავსხდებით, ვისაუბრებთ და ღმერთით გადაწყდება ისე, როგორც ჭირდება ჩვენს მუსლიმ მრევლს. რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული პეტიცია ჯერ მათთან არ შესულა. ზაზა ბაშაყმაძის ინფორმაციით მუსლიმი მრევლის ის მოთხოვნები, რომელიც ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან რამდენიმე პუნქტად განიხილეს, კონკრეტულად სამუფროსა და მედრესესთვის შენობის გამოყოფა დაკმაყოფილებულია. მუშაობა დაწყებულია არსებული ისტორიული მეჩეთის გაფართოება რეკონსტრუქციაზეც. სააგენტოს ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ მოთხოვნა აღნიშნულ შეხვედრაზე არ განხილულა. ეს ის ხალხია, რომელმაც ითხოვა მედრესე, ეს ის ხალხია, რომელმაც ითხოვა ბათუმის რეკონსტრუქცია, რესტავრაციის განხორციელება და ახლა თვითონ არ მოდიან წინამდებობაში ასეთი ფორმულები, თუ კი ამას იძახიან წინამდებობაში. ბათუმის მეჩეთის რეკონსტრუქცია, რესტავრაციასთან დაკავშირებით. მე ჩართული ამ საკითხში ადგილობრივი ხელისუფლება ხაბადის ხელმძღვანელობით, ჩართული აჭარის ერთადაცვის სააგენტო და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გარკვეული პროექტი მომზადებულია და საკმაოდ დიდი რაოდენობის ფართის მომატებაზე საუბარ რეკონსტრუქცია, რესტავრაციის შედეგად. საინიციატივო ჯგუფი გეგმავს პეტიცია რეაგირებისთვის სამთავრობო უწყებებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაუგზავნონ. საკითხზე აჭარის მთავრობაში დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. მაესტროს ყოფილი